გოგონას უნდა ხალობა ასწავლოს. ინიციაცია უნდა მოხდეს, რა არის ხალობა? სექსის თავისუფლება ხალობაა? არა. იმიტომ რომ ეხლა წინსვლელებს იყო ესეთი ვივეკანანდა, დიდი მოაზროვნე ინდოელი და იმან უილიამ ჯეიმსმა დაპატიჟა ამერიკაში, რომ წაიკითხა ლექციები და წაიკითხა კურსი ლექციები, სვამი ვივეკანანდა. და იქ ტესლა რო შეხვდა, ფილმიც არის ტესლასა და ვივეკანანდაზე და ვივეკანანდას ზეგავლენით ვაკეთა ბევრი აღმოჩენა ტესლა. ხო, ახლა წერს უბიწოება, პირველი სათნოება მამაკაცში და ქალში. და იშვიათად შეიძლება ისეთი ადამიანის მონახვა, რომლის სწორ გზაზე დაბრუნებაც შეუძლებელი იქნებოდა თვინიერი მოსიყვარულე და უბიწო ცოლის მიერ. რა შორსაც არ უნდა იყოს იგი ამ გზიდან განზე გამდგარი. სოფლიო ჯერ კიდევ არ არის ამდენად გაფუჭებული. ბევრს ვუსმენთ უხეში ფრებზე და კაცების გარყვნილებაზე, მაგრამ გან არ არიან ისეთი უხეში და გარყვნილი ქალები. ყველა ქალი რომ ყოფილიყო ასეთი კეთილი და სუფთა, როგორც შეიძლება და გვევარაუდა, მათ მუდმივი საკუთარი მტკიცებების მიხედვით, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ სოფლიოზე არც ერთი გარყვნილი მამაკაცი არ იქნებოდა. არ არსებობს უხეშობა, რომლის დამარცხებაც არ იქნებოდა შესაძლებელი თვინიერი და უბიწოებით. კეთილი და უბიწო ქალი ყოველ მამაკაცს გარდა თავისი ქმრისა, რომ უყურებდეს როგორც თავის შვილს და მათ მიმართ დედობრივი დამოკიდებულება სავლენდეს. ანუ რაზე აქ ლაპარაკი? როცა ქალი ქალურობას ასხივებს, აი ინის ენერგიას, ის ამარცხებს კაცს. ხება კაცი, უნარო ხდება. მაგრამ ქალი როცა ხდება იმით, იანით და ომით, ეს არის სამწუხაროდ ესეთი ქალები არიან ამორძალის კომპლექსის, დიანას კომპლექსით შეყრობილი ქალები, რომელიც უფლებებს იცავენ, მაგრამ ქალურობას კარგავენ. ის კი არა გეუბნება ვინა თქვა, რომ ქალური უნდა იყო, რატო? ეს მოიგონეს, ეს ჯენდერ ის არის. რაც კულტურაზეა დამოკიდებული. მეორეს ერთი ქალის სილამაზეს ვინ აყალიბებს? ქართულ ფილმებს უყურებენ ჩვენი შვილები. მიშობ დაიწყო ახლა ძალიან თვითონ არ ეტყვის და ყოველ კვირაში ერთი დღე აქვს ოჯახის ხდება და აუცილებლად რაღაც ქართულ კინოს უყურებს. ქართულ კინოს, მაგრამ იყო ქართულ ფილმში, აიყო საბჭოთა ფილმები რო იყო, ხო? ქალები რომლებიც იყვნენ იდეალი სილამაზის, მას ბაძავდა. იყო, მაგრამ დღეს უყურებენ ჰოლივუდის ვარსკვლავებს. ისინი არიან მოდის დამკვეთები, გესმის? იმათ ცხოვრებას ზემინის სწორება.